წლის რევას ფუხაშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს გულში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჭრილია ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილე, ასევე 16 წლის გივი ვაშაკიძე. წინასწარი ინფორმაციით დაპირისპირება სწორედ ამ ორ მოზარდ შორის მოხდა. ორივე ახალგაზრდა თანაკლასელები იყვნენ ჩხუბის მიზეზი ავტომანქანა გახდა, რომელიც ფუხაშვილმა კლასელს არ ათხოვა. უბრალოდ შელაპარაკება რამდენიმე წუთში ტრაგედიით დასრულდა. დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში კიდევ ორი პიროვნება ფიგურირებს. შემთხვევის ადგილიდან ნინო გიორგობიანია პირდაპირ ეთერში. ნინო, თუ არის ცნობილი ამ ორი პირის ვინაობა? ამ ორიდან ერთ-ერთი პირის ვინაობა არის ცნობილი, ეს გახოთ ბაჩო გოგულაძე, გარდაცვლილი რევას ფუხაშვილის ბიძაშვილი, რომელსაც ეძებს ამ დროისათვის გამოძიება. სწორედ მას გააჩნიეს ინფორმაცია თუ რა მოხდა გუშინ ღამის 12 საათზე დოლიძის ქუჩაზე, რაც შეეხება მეორე პიროვნებას, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. დოლიძის ქუჩაზე რევას ფუხაშვილს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს. ღამის 12 საათზე ფუხაშვილი და მისი ნათესავი ბაჩო გოგულაძე მანქანის დასაყენებლად ჩავიდნენ. მას მისი მეგობარი გივი ვაშაკიძე უცნობ პირთან ერთად შეხვდა და მანქანით გასეირნებას თხოვა, რაზეც ფუხაშვილისაგან უარი მიიღო. შეკამათების მიზეზიც ეს გახდა. თანაკლასელების ჩხუბის დეტალებზე 61 სკოლის მოსწავლეები არ საუბრობენ. თანაკლასელები თუ არიან და თუ მეგობრები არიან, რა ვიცი, ნამდვილად სამწუხარო კი არა, ერის დაუყვა და მივდივარ. შემთხვევა პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის ახლოს მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა სწორედ ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრებმა გამოიძახეს, თუმცა ფუხაშვილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. დაჭრილია ასევე გივი ვაშაკიძე, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მომხდარის შესახებ არ საუბრობს. არაფერი არ ვიცი, დაჭრილი ესე დაგვირეკე, ჩვენ მოვედით და ესე დაგვთ. ვინ უნდა მითხრას? საავადმყოფოში მოვედით ჩვენ. საავადმყოფოში იყო ბავშვი მოყვანილი და აქ მოვედით. პერიოდულად მოდიოდა გონზე და გარგავდა. ჭრილობები დამუშავდა, გულმკერდის წყლში შემავალი არ იყო, მუცლის წყლში შემავალი არ იყო. Ვითი იყო მიყენებული? დანით იყო მიყენებული. და ამჟამად რა მდგომარეობაა? ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი აზროვნებს ამჟამად? კი. ლაპარაკი შეუძლია. ფუხაშვილი და ვაშაკიძე 61 სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. ისინი მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით სასიკვდილო ჭრილობა ფუხაშვილს სწორედ ვაშაკიძემ მიაყენა. სავარაუდოდ ის ნასვამი იყო. საუბრობენ, რომ ეს მისივე თანაკლასელმა დაჭრა. ვერ გეტყვით ვინ დაჭრა, მაგრამ თვითონ თანაკლასელიც დაჭრილია. ვინ? გვარი გაინტერესებს? გივი ვაშაკიძე. საუბარი რომ სწორედ მან მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ვერ გეტყვით, ვერაფერს ვერ გეტყვით ამის თაობას. დოლიძეზე მომხდარი მკვლობის შესახებ პირველი კომენტარი დღეს განათლების მინისტრმა გააკეთა. მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ლომაიამ ამ ფაქტის შესახებ ზერეკიძეზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. რევაზის ახლობლებისთვის და მშობლებისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ უნდა იყოს სამართალი უფრო ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, თუნდაც ესენი იყვნენ არასრულწლოვანები, ვინც სიცოცხლეს გამოასალმეს ეს ახალგაზრდა. სამართალდამცავები მომხდარის შესახებ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. მსგავსი ფაქტები მოზარდებს შორის საკმაოდ ხშირია. ამ წლის ბოლო 2 თვის მონაცემებით გაზრა მკვლობის ის მეორე მცდელობა. დიდი მადლობა, ნინო, დოლიძის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში ნინო გიორგობიანი საუბრობდა. 53 სკოლის მოსწავლეები დღეს ქუჩაში გამოვიდნენ. გიორგი ზერეკიძის მეგობრები ამ ფორმით ბრალდებულისთვის სასჯელის ზომის შემსუბუქებას ითხოვდნენ. პარალელურად აქციებს მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მემარჯვენეები. თბილისის გარდა საპროტესტო შეძახილები დღეს გორსა და ბათუმშიც ისმოდა. გიორგი ზერეკიძის ყოფილი კლასელები უკვე მესამე დღეა გაკვეთილებზე არ შედიან. 53 სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას სკოლის ეზოში მართავენ. აქციას სხვადასხვა სკოლის ის მოსწავლეებიც უერთდებიან, რომლებიც ზერეკიძეს საერთოდ არ იცნობდნენ. ვესწრებოდი მე სასამართლოს პროცესს და ნახე თუ როგორ უსამართლოდ იქცეოდნენ მოსამართლე და პროკურორი და ამ აქციებით ჩვენ შემოგერთებიან კიდევ ბევრი სკოლა და ვაპირებ გვერდში დავუდგეთ გიორგის ბოლომდე. არ შევდი, არ შევალთ. ჯერ თავიდან აპროტესტებდნენ, მაგრამ მე მთელი სკოლა რო აუბრუნდა შეეგუენ. ნამდვილი ხანია დაიწყო. სანამ არ გაანთავისუფლებენ. დიახ.
მოსწავლეების პროტესტს ფანჯრებიდან უთვალთვალებენ მასწავლებლები, თუმცა აზრის გამოთქმას ყველა თავს არიდებს. არაფერს არ გითხრათ რა არის ეხლა ეს ამასკული სკოლაში ამბობენ, რომ გიორგი 53 სკოლიდან მშობლებმა 3 წლის წინ გადაიყვანეს. მასწავლებლები არ საუბრობენ, გახდა თუ არა სკოლის შეცვლის მიზეზი ზერეკიძის ყოფაქცევა, თუმცა დირექტორი ამბობს, რომ გიორგი გარიცხეს. ეს ბავშვი 3 წლის წინ არის გარიცხული ამ სკოლიდან. ვერ გეტყვით, მე მხოლოდ 2 წელია რაც ამ სკოლის დასულია უბრალოდ ბავშვი ამ სკოლიდან. აი მე მაინტერესებს ესე იგი თქვა, იმ სკოლაში სადაც ეს ბავშვი იყო, იმ სკოლის დირექტორის, პედაგოგის დამოკიდებულება ამობის ზრობენ თუ არა რაღაც გარკვეულ პასუხისმგებლობას. დადობენ იმაზე, რომ ბავშვი მსხვერპლი შეიქმნა და ესეთ ვითარებაში აღმოჩნდა. გადავიდა კოლეჯში, უცხოენებთან არსებული ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი იყო და შემდეგ დააკავეს და ის კოლეჯი ამ წუთას დაკეტილია, კოლეჯები ხო დაიხურა და დაკეტილია. მოსწავლეების აქციები ფილარმონიასთან, უზენაეს სასამართლოსთან და პარლამენტთან იმართება. 14 წლის პატიმრის მშობლები არასრულწლოვანების აქციას არასამთავრობოებთან ერთად უერთდებიან, რომლებიც ზერეკიძის და ჯაბა ჯიშკარიანის დაკავებას პროკურატურასთან აპროტესტებდნენ. ბატონ ნიკა გვარამიას და ბატონ ვალერი ცერცვაძის კომენტარს, რომ მე თურმე გამწარებულ მამას, რომელ ბავშვსაც 10 წელი მიუსაჯეს იმის მამას, უფლება არ მქონდა გოგლიძისთვის, ბატონ პროკურორისთვის, რომ მეთქვა ბადრი რა გააკეთე, ეს კაცობა გააკეთე და კაცი ქვია, მე უთხარ კაცის სახელი გაქვს შენ, ფუი შენ კაცობას მეთქი, აი ეგრე უთხარი. თურმე მაგის უფლება არ მქონდა ბადრი გოგლიძემ, რომელმაც ტელეფონი მესროლა და მუშტი მომიღერა, თურმე მას აქვს სახელმწიფო ბრალდებელს მისი უფლება. გაჩაღდა სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლა ბოროტების მიკროიმპერიასთან, პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მოგეხსენებათ, რომ ბოროტების იმპერია და ბოროტების ღერძად აღიარებულები არიან ავტოკრატიული რეჟიმები, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ აი ამ ბოროტების ღერძად კანცელარიას და მის ირგვლივ გაერთიანებულ სამართალდამცავ უწყებებს. დღეს ახალი მემარჯვენეები თბილის გარდა 7 ქალაქში საქართველოში მართავენ საპროტესტო აქციას და ზოგადად უბრალოდ ჯაბას და უბრალოდ გიორგი ზერეკიძისადმი გამოტანილი განაჩენის უსამართლო განაჩენის გამო კი არა, იმის გამო რომ ამ ქვეყანაში უსამართლობამ დაისადგურა. ახალი მემარჯვენეების დაგეგმილი აქციები მცირერიცხოვანი აღმოჩნდა რეგიონებში, სადაც ზერეკიძის და ჯიშკარიანის მხარდასაჭერად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში და გორში გააპროტესტეს. არასრულწლოვანთა დანაშაული დღეს კურიერის მთავარი თემაა მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე, სადაც ერთმანეთს მე-11 კლასელები დაუპირისპირდნენ. გიორგი ზერეკიძის საქმე და გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. ასევე საპროტესტო აქციები თბილისში და მოსწავლეები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ. კურიერის მეორე ნაწილში ჩვენს შეკითხვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია უპასუხებს.